აკეთ ამას, ნახე რამ ხელა ბულოჟნიკები ყრია, რამ ხელა ქვებია. აქალე 15-ჯერ გადაითხარა აგი, ამოიყვანეს. აი ეს ჩაკეტილი გზა ახალმა გამგებელმა მაშინ მოსული იყო ახალი, ან 2 თვის მოსული იყო და ადგა და 200 პრობლემა მაქვს, ეს არაა პრობლემა და ეს 200-მე ერთე პრობლემა მოაგვარა და 200 უკან დატოვა. და ეს გზა გახსნა, ანუ თელი ჩინე აი ის ტრაილერები აი იქ რო დადის ის კამაზები და ის ანუ ავტობანის ტრაილერები დადის ავტომობილები დიდი უზარმაზარი ტრაილერები კრანები ისინი ყველა დადის ამ გზით აი ეზოდან ნახეთ არ ვიცი ვიღაცის პირადი ინტერესი იყო განა ითვალისწინებდა ეს რომე იყო კარგად იმისთვის აცეს რომ რატო იცი ეს არის ის განმავლობაში ეზოდან ვერ გამოვდივარ დილიდან საღამომდე არის 10 საათამდე ეს გადაადგილება ესე დიდი ტრანსპორტი მურად ბერიძემ გახდა თავისი პირადი ინტერესი განახორციელა. პირადი ინტერესი განახორციელა მურად ბერიძემ. ანუ გახსნა ჩიხში ჩაკეტილი გზა, რომელიც არ ითვალისწინებდა დიდი ტრანსპორტის გადაადგილებას. ავტობანის ტრანსპორტი, თურამია, ტრაილერი, კამაზი, ისა კრანები, სულ ყველა ისინი გადაადგილდებიან ჩვენი გზით და აქ მოსახლეობა ისეც მჭიდროთა ვართ, ისეც ვიწროთა ვართ, ანუ გზაზეა ჩვენი ჭიშკრები. ხო, გამოსვლა გვეშინია ეზოდან, გამოსვლა ეს სანამ არ შეწყდება ეს ნაკადი რომ მიდის ეს ტრაილერები და ისინი მანამ ვერ გამოვდივართ ეს მოვიდეს საგზაომ აზომოს საპატრულომ აზომოს და თუ კი ითვალისწინებს აი ეს დიდი ტრანსპორტის გადაადგილება ამ გზაზე კი ბატონო ჩვენ მაშინ ხელებს ავწევთ და თუ არა დაჯარიმდეს ბატონი ბერიძე ბატონი მურად ბერიძე დაჯარიმდეს როგორ აწამა ეს ხალხი ამ პერიოდის მანძილზე ჯერ საშიშია ბავშვი დილა სკოლაში რომ მიდის ნაწვიმარდას საშინელ მდგომარეობაში კამაზები საშინელი ის გადაიღეთ ვერაუვლეთ გზა დიდი ტრაინელი მოვიდა და გაწყვიტა სინათლე მე გთხოვთ რომ თქვენ დააფიქსიროთ იმის სიმაღლეზე რომ მაშინა გაივლის ეზოში იქ რომელი ბავშვი გადარჩება ანუ რომელი მოსახლეობა გადარჩება სიბინძურით დაგვაბინძურეს და რო ელაპარაკები არც ესნიან და ჩვენ ასე გვაწყობენ წყობა წევიდა მათი ამ გზის დაკერგვა ყოველად დაუშვებელია. ეს არის კანონის სრული დაცვით მოხდა იმის აღება, გამგეობის გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ არ შეიძლება შეუზღუდო ადამიანს გადაადგილება და აქ ვერ გადიოდა სამარშრუტო ტაქსი, რასაც ქვია და ვერ მიქონდა იქ მოსახლეობას გარკვეულწილად თუ რაიმე ბაზრიდან მქონდა თუ რაღაცა და ეს პრობლემა იქნებოდა წლების მანძილზე. ერთი თუ ორი პიროვნების გამო. და ნამდვილად იყო ჩემი მოსვლის დღიდან მე ვთხოვე გამგეობას და სრული კანონის დაცვით მოხდა ამის დემონტაჟი და დღეს აღარ უნდა იყოს ის ბარიერები რომ მოსახლეობა ვერ ისარგებლოს სამარშრუტო ტაქსით მოძრაობს დიდი სატვირთო ავტომანქანები რომლებიც დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას გზა ვიწროა და ასევე ჩაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები ელექტროხაზებზე მე იყო ეს გეტყვით სამშაბათ 4 შაბათი დღე მე დაურეკე ენერგოპროს ვთხოვე მისი აღდგენა და დამპირდა რომ ამოვალთ გავაკეთებთ გათიშეს ელექტროენერგია მასში რომ უნდა გაეკეთებინათ მე ვნახავ ახლა რა ხდება იქ და ის ბარიერი რკინის რომელიც იყო ეს ყოველდღე დაუშვებელი იყო იქ უნდა დადგეს თანამედროვე ტიპის ისა რა ქვია გამაფრთხილებელი ნიშანი რომ არ შეიძლება ავტომანქანების მოძრაობა სატვირთოზეა საუბარი ამას მე წერილობით მივმართავ ეხლავე თუ კი ასე აუცილებელი ეს დიდ საგანგაშოა აქ არის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეს გადატვირთული გრაფიკი თორე დანარჩენ პერიოდში ჩვეულებრივად მოძრაობს ნებისმიერი ის. ანუ დიდ ავტომანქანებს შეეზღუდებათ იქ მოძრაობა. რა თქმა უნდა და შემოვლითი გზით ისარგებლებენ, იმიტომ რომ ეს გზაც იყო შემოვლითი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენი თხოვნით იყო ეს გაკეთებული ჩინური კომპანიამ თვითონ მოაწესრიგა ეს გზა და კეთილი ნებოდა შემოვლდა ახლა იქ ნამდვილად ვერ დადგება ვერანაირად ვერ ეტყვის და მიანიშნებს რომ არ გაიარო ერთი.